პრემიერ-მინისტრი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას აანონსებს. ადვოკატი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან გუშინ გავრცელებული წერილი უკიდურესი ნაბიჯი იყო. როგორც უფლებადამცველის დღევანდელი განცხადებიდან ირკვევა, ციხიდან გამოგზავნილი განცხადებები უკანასკნელი არ იქნება და უახლოეს მომავალში ღარიბაშვილი კიდევ არაერთხელ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. ყოფილი მთავრობის მეთაური ქართულ ოცნებას ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს და აცხადებს, რომ მას მისთვის უცნობი ბრალის აღიარებას თავაზობდნენ. მეტიც ღარიბაშვილი წერს, რომ ივლისში ამ შინაარსით წერილი მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა. თავად მდინარაძე აცხადებს, რომ კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაში ბრალდებები არ უგვირს. მაშო დიასამიძე მუშაობდა თემაზე, მას პირდაპირ ეთერში ვთავთ, მაშო გისმენთ. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა მათ შორის მამუკა მდინარაძეც, როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, ყოფილი პრემიერის განცხადებები და ბრალდებები არის სრულიად უსაფუძვლო და ურთიერთგამომრიცხავი. ამასთან ერთად მამუკა მდინარაძის მტკიცებით კორუფციასთან ბრძოლის გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს მსგავსი ბრალდებების მოსმენა კიდევ არაერთხელ მოუწევთ. ამასთან ერთად ყოფილი პრემიერის განცხადებას აბსურდულს უწოდებენ მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებიც. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით მათთვის შემაშფოთებელია ღარიბაშვილის მტკიცება, რომ მისი და მისი ოჯახის შესაძლო საფრთხის არსებობის შესახებ, ასევე სახელმწიფო გუნდი თვლის, რომ ოჯახის მიმართ შესაძლო მუქარაზე საუბარი მხოლოდ ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობაა. ამასთან ერთად სახელმწიფო გუნდისთვის გაუგებარია საერთოდ როგორ უნდა დაბრუნდეს ადამიანი პოლიტიკაში, რომელსაც აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული. თუმცა ამის მიუხედავად ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მათ შორის მათი ყოფილი თანაგუნდელი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან განცხადებებს აკეთებს და მათ შორის გუშინ უკვე კონკრეტულ დეტალებზე დაიწყო საუბარი და წერილის გამომგზავნად სწორედ მამუკა მდინარაძე დაასახელა. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ წერილი მან ივლისში მიიღო, თუმცა მისივე განმარტებით მან მაშინვე განუცხადა მათ, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებდა, თუმცა საპასუხოდ უთხრეს, რომ 1%-იანი რისკი მაინც რჩებოდა. აქედან გამომდინარე თავის დაზღვევის მიზნით მას უნდა ეღიარებინა ახალი ბრალი. სწორედ აქედან გამომდინარე ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ეს აღმოჩნდა წითელი ხაზი, აქედან გამომდინარე ის ბრძოლას აანონსებს. მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს. პატიმრობაში მყოფი კაცია და მე ვფიქრობ, რომ ამ ჩემი სიტუაციიდან თლად სწორი არ იქნება რაღაც შეტევაზე შემდგომ გადასვლა, თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ აბსოლუტური გულწრფელობით. როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, ამისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები შეიძლება უარესიც იყო, არის და იქნება. თუ ამისთვის მზად არ ხარ ხელისუფლების წარმომადგენელი, მაშინ ვერც კორუფციას გამოუცხადებ ბრძოლას, ვერც საქმეს გააკეთებ და ვერც რაღაც სწრაფ მენეჯმენტს უზრუნველყოფ თავის მხრივ. მას ჰქონდა უკანონოდ მიღებული თანხები, რომელიც არ დაუდეკლარირებია, რომელიდან გამომდინარე მან მიიღო პირადი სარგებელი და ეს ამაღიარებული დანაშაულიდან გამომდინარე იგი სამეს პასუხისმგებლობასაც იხდის. ამიტომაც რთულია საუბარს ვისაუბროთ, თუ რატომ დასჭირდა მას ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი, ურთიერთგამომრიცხავი წერილის გავრცელება. ადამიანი როცა საუბრობს, რომ მან აღიარა დანაშაული, თითქოს მას ეს ყველაფერი არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი გააკეთა იმიტომ, რომ არ დაეზიანებინა გუნდი და შემდეგ ამ გუნდის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხავს უსვამს, რომ იგი საერთოდ აცდენილია ლოგიკას და დაზიანებული რეპუტაციის კიდევ უფრო დაზიანებაშია გადასული. ირაკლი ღარიბაშვილი ბრძოლას აანონსებს, თუმცა ოპოზიციისთვის ეს განცხადებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იფიქრონ, რომ ნამდვილად გეგმავს ყოფილი პრემიერი უკვე პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას. ამასთან ერთად ოპოზიციის შეფასებით ყოფილი პრემიერი ჯერ კიდევ ერიდება ხელისუფლების მთავარი პოლიტიკური ცენტრის ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ პირდაპირ წასვლას და ამიტომაც წერილის მთავარ ადრესატად მამუკა მდინარაძეს ასახელებს. ამასთან ერთად ოპოზიციის თქმით ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად შეუძლია რეალურად ახლა პოლიტიკური ბრძოლის დაწყება ირაკლი ღარიბაშვილის, ვინაიდან ახლა მისი ერთადერთი სურვილი არის, რომ მდგომარეობა შეიმსუბუქოს ბიძინა ივანიშვილთან. გამოფენებს ვაწყობდით მისი კორუფციის და მას იცავდა მდინარაძე და კობახიძე. ხადია ეს ადამიანები არიან კორუმპირებულები, მაგრამ ისეც ფაქტია, რომ ღარიბაშვილი არის ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, უბრალოდ მისი ცრემლები საზოგადოებას იმიტომ არ ჯერა, რომ ხან ერთი ამბობს, ანუ ბიძინამ გამომიგზავნა წერილი, ხან მამუკა მდინარაძეს აბრალებს და უნდა ჩამოყალიბდეს ვისი მსხვერპლია ივანიშვილის თუ მამუკა მდინარაძის. ირაკლი ღარიბაშვილის მესამე წელს ველოდებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ ამას აიხდება ფარდა. დაახლოებით ორ ადამიანს შორის პირადი დაპირისპირების საკითხს უფრო გავს, თუმცა რაც გუშინ
ბატონო ღარიბაშვილმა თქვა, რომ გადავწყვიტე რომ განვაგრძო ბრძოლა, ნახოთ დაველოდოთ რას გულისხმობს ამ ბრძოლაში ვისთან გულისხმობს ბრძოლის გაგრძელებას დინარაძესთან, ქართულ ოცნებასთან თუ ისთან. საერთო ჯამში ჩვენთვის ამ შემთხვევაში პოლიტიკურად არანაირად მნიშვნელოვანი საკითხი ეს არ არის და კიდევ ერთხელ გეტყვით, თუმცა დაველოდოთ რას გულისხმობს ამ ბრძოლის გაგრძელებაში. ირაკლი ღარიბაშვილს არანაირი პერსპექტივა არ აქვს პოლიტიკური. მან გუშინ ბიძინა ივანიშვილს დაადო ხელი. დღეს ისიც ვერ გაბედა რომ კობახიძესთვის დაებრალებინა მისი ციხეში გამომწყვეტა. საბოლოო ჯამში გაწირა მისი ხელით, გაიწირა და ეს გადაწყვეტა მიიღო რომ ხელი შეეწმინდა მამუკა მდინარაძეს. ასეთი ადამიანის რაიმე სახით პოლიტიკური ბრძოლის შესაძლებლობა გამორიცხული. ერთადერთი ამოცანა აქვს რომ ბიძინა ივანიშვილს მის მიმართ გული მოუბრუნდეს და ის წარმოიდგინეთ მზად არის 5 წელი ციხეში გაატაროს. ახლა ამ დაპირისპირების ფონზე არის მთავარი კითხვა, გადაიზრდება თუ არა ნამდვილად ღარიბაშვილის განცხადებები რეალურად პოლიტიკურ ბრძოლაში. ერთის მხრივ თავადვე ანონსებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბრძოლის დაწყებას, თუმცა ამავდროულად, როგორც გვესმის სახელმწიფო გუნდის წევრებისგან სრულად აბსურდულს უწოდებენ მის განცხადებებს, ბრალდებებს და მათ შორის უარყოფენ სრულად წერილის შინაარსაც.